სალმებით ვაგზელებ ბორეევის გვაწიგნის მიტიერი ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორიის განხილვას და ჩვენ შევჩერდით თავზე აკადიელების დედაქალაქი. ლექსი გამოვტოვე. ატლანტების დედაქალაქის შტურმით აღების შემდეგ აკადიელებმა ქალაქი აღადგინეს და თეთრქვიანი ქალაქი პოსეიდონი გაწყინდა ყველა ცისარტყელის ფერებში. ქალაქის პლანიროვკა იყო გადმოტანილი ქალაქ ევრუნუსიდან. პოსეიდონის ცენტრში იყო დიდი პირამიდის პირამიდა. სხივებში თვებოდა იმპერატორის უზარმაზარი სასახლე, გარშემოტყმული აყვავებული ფონტანებით, ფრინველებით, ბაღებით. ახლო-მახლო მოედინებოდა ნაკადული, რომელიც კვებავდა მთელ სასახლეს. მეფის გორაკიდან ჩამოედინებოდა ვერცხლისფერი წყალი და ხდებოდა რგოლ-მაგვარ არხში. ის ყოფდა ოქროს ხაზს ქალაქისაგან, რომელიც მდებარეობდა ქვევით. 4 რადიკალური არხი გამოედინებოდა პირველი რგოლისებურ არხიდან და ქმნიდა კიდევ 3 ვერცხლისებურ რგოლს. ყოველი არხი იყო განლაგებული წინანდელზე დაბლა. მწვანე რაიონში, რომელიც განლაგებული იყო უცებ სასახლის არხის უკან, იმყოფებოდა ველი სპორტული რბენისთვის, ატლეტიკური შეჯიბრებისთვის და უხვი ბაღები. აყვავებულ მდელოებზე წყევსავდნენ ხარები და ვნებები. უხვი სიმწვანეში იყო ჩაფლული სასახლის მომსახურე პირების სახლები. აქვე იყო განლაგებული 2 კილომეტრში გრძელი შენობა, რომელიც იყო სასტუმრო უცხო ტურისტებისთვის. ეს სასახლე იყო 2 ხალკისა და მარმარილოს. შემდეგ რკალში იყო განლაგებული მზე, მდიდარი კერძო სასახლეები და სახლები, სხვადასხვა ტაძრები და დაწესებულებები. ქვევით ტრიალებდნენ, როგორც იყო ბორბალში, ხმაურიანი რაიონი უბრალო ხალხისა. აქ შენობების პარალელები შენდებოდა გროვად. სიმაღლით 10-15 სართულიანი სახლებს შორის. ხო, შენდებოდაო გროვად და აღწევდნენ სიმაღლით 10-15 სართულამდე. სახლებს შორის მრავალი ქარხნები, ფაბრიკები. კედლის გარეთ ცხოვრობდნენ მევაჭრეები, ბიზნესმენები, მეზღვაურები და დამპყრობლები, როგორც უსიტყვო ჩრდილები. ემიგრანტები. აქ იყო პატარა ჯიხურები, მაღაზიები, კონტორები. 13,000 წლის უკან ქალაქი ითვლიდა $2 მილიონამდე მეტ მოსახლეობას. სახლებში იყო ცივი წყლის
გაყვანილობა, ელექტროდენი და გერმეტული კანალიზაცია. საქალაქო ტრანსპორტი შედგებოდა კარეტებისგან მიბმული ელექტრომანქანებზე, საორთქლო და ელექტრული ავტომობილები, რომლებსაც ეკრძალებოდა მოძრაობა ცენტრალურ რაიონში. მდიდარ მოსახლეობას ემსახურებოდა ფრინავი ნავები, ეს იყო 2 ადგილიანი ან ადგილიანი ტაქსი, რომელსაც ჰქონდა თანამედროვე კატერის ძრავა, ქონდა თანამედროვე კატერის მსგავსება ამ ავტომობილებს. მასალად საჰაერო ტრანსპორტისთვის გამოიყენებდნენ ფიჭვის ხეს ან გამოიყენებოდა ფიჭვის ხე ან მსუბუქი მეტალი, ალუმინის მაგვარი. ქარხნის ცეხებში ხის ნავები იჟღვნითებოდა ხელოვნური წეპოთი და ფანტასტიკური კორპუსებს ადუღებდნენ ჭრილი ფოლადის პლასტინებიდან, ესე იგი ფილებიდან. სპეციალური გადნობისა მუდმივი ელექტროდენის დახმარებით წყინავდა ნადნობი 3 უცნობი მეტალებისა, იძლეოდა წვრილ ნივთიერებას, რომელიც გავდა ალუმინს, მაგრამ უფრო გამძლე იყო და მსუბუქი. მართვის მექანიზმები იყო განლაგებული ორივე წერტილში, გაბერილ ნავის ორივე წერტილში. ხო, ამ ნავებს ჰქონიათ ფორმა, თითქოს გაბერილი იყვნენ შუაში და ორივე წერტილში თავში და ბოლოში ჰქონიათ მართვის მექანიზმები განლაგებული. მოძრავი ძალა ფრინავი მანქანებისა იმ დროს წავატლებისა იყო ფსიქოლოგიური ძალა. ფრინავისა. მაგრამ პოსეიდონის დროს ეს სამკუთხედი ძალა დაიკარგა, ამიტომ სამოძრავო ძალა ფრინავი ნავებისა გახდა ეფირი. ეფირის რეაქტიული ძალა გენერალიზებას აკეთებს ვერცხლის წყლის ორთქლის მეშვეობით. დანარჩენები იყო კოპირებული წავატლების ფრინავი მანქანებიდან. რკინის ყუთი ადუღებული ვერცხლის წყლით იდგა ნავის შუაში. ამ ყუთიდან ამოდიოდა 2 მილი ცხვირის დაუკანა ნაწილებისკენ მიმართული რეაქციული ჭაგა რუსულად. ხო, ამის თარგმანი ვერ ვნახე და ალბათ ეს არის სიმდიმის დატვირთვა, გამძლეობა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნუ ვობშემ ქონდა რეაქტიული ჭაგა, რომელიც რეგულირდებოდა კლაპანების სისტემით. ამ ჩაღუნული რქებით ქვევით მფრინავები ებრძოდნენ
ატლანტიდის ქარს. ნავები აღწევდნენ სიჩქარეს 200 კმ/სთ-ში და არ შეეძლოთ მაღლა აფრენა. აკადიელებს მაგ დროს ყავდათ საზღვაო გემებიც, რომლებიც მუშაობა იმდაგვარი ეფირული ძალით ხდებოდა. პოსეიდონში იჭედებოდა ოქროს მონეტა ცხოველიანი იმპერატორის გამოსახულებით და ქალაქის ცენტრის გამოსახულებით. საკრედიტო ფინანსური საბანკო სისტემა იყო. გავდა ჩვენსაც ქვეყანა იმყოფებოდა ქვეყანა იყოფოდა 13 რაიონზე და ოკრუგებზე. ყოველი პროვინციის თავში იდგა ვიცე-მეფე დანიშნული იმპერატორით. ეს მაღალი ჩინოვნიკები ფლობდა მნიშვნელოვან პასუხისმგებლობით მმართველობასთან დაკავშირებით და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. მისთვის მიბარებული მიწაზე, ამიტომ ის არ ცოცხლობდა ხოლმე სიბერემდე. თქვენ ხარ წარმოიდგინეთ, ესე იგი სჯიდნენ სიკვდილით. თუ რამეს ყურადღებას არ მიაქცევდა, იმდენად იყო მომთხოვნი მეფე თავის ვიცე მეფების მიმართ. სიბერემდე ვერ ცოცხლობდნენო. ისეთი პასუხისმგებლობა ჰქონდათო დაკისრულ მიწებზე. ახლა გავაგრძელოთ. მეცნიერებაში პირველ ადგილზე იყო ასტრონომია, ქიმია, გენეტიკა. ოკულტური დისციპლინები იმ დროს იყენებოდა ანგარებისთვის, ამიტომ მათი სწავლება არ იყო მიზანშეწონილი. გამრავლებული მაგიური სკოლები სხვადასხვა ეზოტერიკული მიმართულებაში. მიწის მოქმედი სისტემა და ცით სარგებლობა კუნძულზე იყო იგივე, რაც პერუანელ სახელმწიფოში ინკებთან. მთელი მიწა და ცა ეკუთვნოდა იმპერატორს. ერთი ნახევარი უხვად ეძლეოდა მიწა მოქმედებს. მეორე ნახევარი, სხვა დარჩენილი ნახევარი ნაყოფიერი მიწებისა და დასახნავი ცისა იყოფოდა მის და სასულიერო წარმომადგენლებს შორის, რომლებიც სცემდნენ თაყვანს მზეს. შემოსავალი იყოფოდა ჯარის შესანახად, გზების გასარემონტებლად და ჩინოვნიკების შესანახად. მეოთხე ნაწილი საუკეთესო ცისა იმპერატორისა ეძლეოდა მღვდლებს, რომლებიც საზოგადოებრივ წირვას მართავდნენ და ასწავლიდა ხალხს საშუალო სკოლებში და გიმნაზიებში. სახელმწიფო სკოლა უხვად ინახავდა ავადმყოფებს, ციხეებს და უხდიდა პენსიებს, ინვალიდებს და ჭკუა ჩამორჩენილებს. აგრეთვე სიბერის პენსიასაც უხდიდა ხალხს. 57 წლის ასაკთან მიახლოებისას ატლანტების სიმაღლე მაგ დროს დაპატარავდა 2.5-დან 2 მეტრამდე, სადღაც გახდა 2.5-2 მეტრი და სიცოცხლის ხანძრობა საშუალოდ იყო 300-400 წელი. რომ არა მუდმივი ომები და ოჯახური სკანდალები. ესე იგი, ოჯახური იმ დროსაც ყოფილა ეჭვიანობა და ასეთი რაღაცები და ალბათ ბევრი ოჯახის წევრები გვხვდებოდა, რადგან ამას ამბობენ. ხშირი ომის გამო და ხშირი ოჯახური კონფლიქტის გამო, რომლითაც იღუპებოდა ხალხი, საკუთარ ისინი ვერ მიაღწევდნენ 300-400 წელს. ისე, რომ არ ეჩხუბა და მშვიდობიან ეცხოვრათ, წამოიდგინეთ 300-400 წელი ჩვენთვის რა მხელა რა დროა. კარგით, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე.
აკადიელების რელიგია. ლექსი გამოვტოვე. შემდეგი თემა აკადიელების რელიგია. მზის ოქროს დისკი იყო ერთადერთი ემბლემა ღმერთისა ყოველ ტაძარში, მაგრამ თუ ნელი რომ მოახალების დროს და ტლავატების დროს მზის ტაძრებში არ იყო სხვა მორთულობა, მას პოსეიდონის ტაძრებში იყო უხვად მორთული შიგნით. პოსეიდონის ტაძრები იყო უხვად მორთული შიგნით და გარეთ. მორალური კურსის დაცემა ირეკლებოდა ტაძრების მორთულობაზე, ტაძრების შიგ და იმპერატორის იმპერიის შიგ არა აუცილებელი უბრალოდ ადამიანმა იცოდეს აზრი ყველა სიმბოლოებისა, მაგრამ ტურანელების დროს ეს შხამიანი ცოდნა იყო გასაჯაროებული მუდმივი სინათლე და ენერგიის სიმხურვალე, რომელიც იქმნებოდა სიცარიელიდან, გახდა მისაწვდომი ახალგაზრდა ატლანტებისა ტურანული ეპოქისა. და მათ მოიყვანა ისინი დაღუპვისაკენ, მაგრამ რჩეულები ყოველთვის ინახავდნენ ზუსტ სიმბოლოებს. ერთი მათ მიეკუთვნიდნენ სამების იდეისაკენ ერთობაში. ის არასდროს არ იყო სრულიად ღია გვიან ატლანტიდაში, მაგრამ პროტურანელების იდეა სამობაზე იყო ახსნილი. როგორც ბრაჰმანი, ვიშნუ და შივა სამყაროს გახსნა, სტაბილიზაცია და სამყაროების აკეცვა. ეს აზრი მოგვიანებით იქნა არასწორად გაგებული და ახსნილი სემიტური ერით, რომელმაც მისგან შექმნა ანთროპომორფული სამება, მამაძე და წმინდა სული. ტურანულ ეპოქაში ჯადოქრობის დროს მოსახლეობამ გაიგო მძლავრი ელემენტარიების არსებობაზე, რომლებსაც იძახებდნენ ზოგჯერ მათნებით მიმართული ხორცის ნებების დასაკმაყოფილებლად. ატლანტები გიჟდებოდნენ ამ არსებებზე, რომლებიც შექმნեն თავიანთი უსირთხილო აზრებით. ეს კულტი ტარდებოდა სისხლიანი მსხვერპლი, რომელიც საკურთხეველთან მოყავდათ, აძლევდათ საშუალებას ამ ვამპირისმაგვარ არსებებს ეარსებათ. ადამიანური და ცხოველური შეწირვები ელემენტარიებზე გადავიდა ტურანელების სემიტურ ტომებშიც. სემიტებმა გადასცეს ის ესტაფეტა აკადიელებს იმ დროს 80,000 წლის უკან იმპერიაში ტოლტეკებისა მექსიკაში მზის კულტი იყო ლამაზი სახალხო რელიგია. უსისხლო ცხოვრებები ადიდებდნენ ღვთაება კეცალკოატლის. იყო ასეთი ღვთაება კეცალკოატლი და მას ადიდებდნენ და სხვაგვარად უსიტყვო ცხოვრება მოქონდა ხალხს, ყვავილები, ხიდი და ასე შემდეგ, რომელიც შედგებოდა ყვავილიანი მცენარეული და ნაყოფის შეჭრებებისაგან, როგორც მე გითხარით, რომლებიც მოქონდათ მოსახლეობას. ველური ტომების შემოსევის შემდეგ ატცეკებმა ეს კულტი შეავსეს სისხლით ადამიანური მსხვერპლშეწირვისა, რომელსაც წირავდნენ ომის ღმერთს უიცილოპონტლის. იყო ასეთი ომის ღმერთი აცტეკებთან უიცილოპონტლი. კიდევ გავიმეორებ, უიცილოპონტლი.
ხდებოდა გულების ამოჭრა. ტეო კალის კერწეროზე იყო პირდაპირი გაგრძელება ელემენტალების კულტისა, აცტეკების, წინაპრებისა, გვიანი ატლანტების ტურანცებისა. ისინი ტურანელები ყოფილან ამ აცტეკების შთამომავლობა. ტურანელები ყოფილა აცტეკების შთამომავლობა. რელიგიური ცხოვრება აკადიელი ხალხისა იყო სავსე რწმენით და თაყვანისცემით მიწყნარებული უმცირესობასთან. არსებული უამრავი წესები ბრმა თაყვანისცემისა სხვადასხვა კოსმოსური და მიწიერი ღმერთების მიმართ. აგრეთვე სკულპტურის თაყვანისცემა, სადაც საკუთარი გამოსახულებას გამოსახავდნენ აღნიშნულ წყნარ ადგილებში ხმაურიან ადგილებზე აკადიელებმა დაიწყეს ადამიანური სხობშეწირვა ელემენტარიებს სწირავდნენ ადამიანებს. უღდლები ატლანტებისა, რომლებიც ფლობდნენ მაღალი ცოდნებით და რომლებსაც ჰქონდათ კავშირი კოსმოსურ ცივილიზაციასთან, სირიუსიდან და პლეიადებიდან, ცდილობდნენ გონზე მოეყვანათ მმართველები პოსეიდონისა და ხალხი. ჩამოეშორებინათ შავი მაგიით გატაცებულები. უღდლებმა იცოდნენ კარმიული შურისძიების სამზადისზე. კარმიული შურისძიება ნიშნავს, რომ იგივე ეგრეთ წოდებული ღმერთები, უცხო პლანეტელები პლეიადებიდან და სირიუსიდან აპირებდნენ ატლანტების დასჯას. ამას ხია კარმიული შურისძიება, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინათ ატლანტებისთვის. უღდლებმა მიცოდნენ კარმიული შურისძიების სამზადისზე, რომელმაც ააფეთქა კუნძული 12,000 წლის უკან. ამ კატასტროფამდე რჩეულებმა და მოწაფეებმა დაიწყეს სიარული ქალაქებსა და სოფლებში კუნძული პოსეიდონისა და აფრთხილებდნენ ადამიანებს დატბორვის საშიშროებაზე კუნძულისა. ვინც დაიჯერა, მათი ნათქვამი წავიდნენ ემიგრაციაში, მოასწრეს წასვლა. აფრიკაში, ევროპაში და ცენტრალურ ამერიკაში, მაგრამ ბევრი ჯადოქრები და კუდიანები უბრალოდ იცინოდნენ მათ ნათქვამზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ სულები და ელემენტალიები მათ დაიცავდნენ. 3 დღით ადრე კუნძულის დატბორვამდე 8 მღვდელმა თეთრი წრიდან გადავიდნენ ეგვიპტეში, სადაც ლამაზად ასრულებდნენ თავიანთ სიცოცხლის ბოლო დღეებს. თან ადგილობრივ მოსახლეობას უყოფდნენ თავიანთ ცოდნებს, როდესაც მოვიდა დრო მათი იმ ქვეყნად გასამგზავრებლად. წვრილ სამყაროებში მათი მთავარი მოდელი რიგდენი ჯაპომ მიმართა დედამიწის სულს, სანათ ყუმარს თხოვნით ეჩვენებინა ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ ქალაქის დაფუძნებას ეფირულ პლანზე, იმისთვის, რომ იქიდან ეხმძღვანელად კაცობრიობის განვითარებისთვის და გაეგზავნა მისთვის სასწრაფო დახმარება. სამად ყუმარი, როგორც მე თქვენ წინათაც გეუბნებოდით, არის ჩვენი დედამიწის პლანეტის სული. ის არის ბევრჯერ მithქვამს, რომ პლანეტები არის ცოცხალი არსებები, ყველაფერი არის ცოცხალი არსებები, ხვაც კი. სამად ყუმარმა მოუნიშნა ისეთი ადგილი, რომელიც ექვემდებარებოდა დედა
დედამიწის გულს. ეს იყო მაღალ ადგილიანი ტიბეტი. შამბალას ხელმძღვანელობდა ასტრალური ქალაქისა შამბალას ხელმძღვანელობა ასტრალური ქალაქისა ტიბეტში იყო დარჩება რიგდენი ჯაპო. კიდევ გავიმეორებ, შამბალას ხელმძღვანელად ასტრალური ქალაქისა, ესე იგი წვრილი დონის ეფირული ქალაქისა ტიბეტში იყო დარჩება რიგდენი ჯაპო. ეს ტლავატლების ეპოქაში ატლანტიდაში იყო შექმნილი სხვადასხვა სასარგებლო ნაირსახეობა ადამიანური ცხოველები, თევზი ადამიანებს ჰქონდათ დნმ ატლანტებისა და ღრმა წყლების ზვიგენების დნმ. დროსთან ერთად ეს რასა ვითარდებოდა მაღალ ინტელექტუალ ცივილიზაციაში. საპლანეტო კატაკლიზმის წინ ატლანტების ნაწილი ჩადიოდა წყალქვეშა ქალაქებში ან რეინკარნირებდა თევზ ადამიანად. რეინკარნირებდნენ თევზ ადამიანების სხეულებში კატაკლიზმის შემდეგ. ამოფრქვევამდე, რომელმაც დაანგრია პოსეიდონისი, ჩვეულებრივ ატლანტების ჯგუფი აგრეთვე ჩავიდა ოკეანის ფსკერზე თევზ ადამიანებთან. შამბალა თანამშრომლობდა ოკეანის ცივილიზაციასთან, ენლეოსთან, ესე იგი ამოუცნო ფრინავ აპარატებთან, რომლებიც გამოფრინდებოდნენ ზღვის წყლებიდან შორეულ ვარსკვლავებისკენ. თითქოს მზე ჩასვლის დროს ოკეანეში ხშირად ფიქსირდებოდა ფოტოგრაფების მიერ, რომლებიც იღებდნენ მეზღვაურები შორეული ცურვის დროს. თევზ ადამიანები დიდი ხანია გადავიდნენ მეოთხე დონეზე სიმჭიდროვისა და ფლობდნენ ეფირულ სხეულებს, როგორც მათი მოკაშკაშე ფერადი ალებით კოსმოსური ხომალდეები. შემდეგი თავი ბოლო წარღვნა. ლექსი გამომტოვე. აღმოსავლური კოსმოსური ლეგენდებში ნათლად და დაწვრილებით აღწერილია პოსეიდონისის დაღუპვის სიუჟეტი და ნაღვლობდა მეფე წყინავის სახისა თავი ყველა ყვითელ სახეებისა, რომ ხედავდა ცოდვებს შავ სახეებისა და გამოუშვა მათ სახაერო ხომალდეები, ბიმანები, კეთილშობილი ადამიანებითა ყველა ძმებს, მმართველებს, სხვა ერებისა და ტომებისა. თან ამბობს, მოემზადეთ, ადექით კეთილი კანონების ხალხო და გადადით ხმელეთით, სანამ ჯერ მშრალია ქარიშხლების ბრძანებლები მოდიან, მათი ეტლები გვიახლოვდება მიწასთან. მხოლოდ ერთი ღამე დარჩა და 2 დღე იცოცხლო მნელი სახის ბრძანებლები
ჯადოქრები ამ მომთმენ მიწაზე ის დასჯილია, ისინი უნდა ჩამოგდებული იქნან მასთან ერთად მიწის ცეცხლის ბრძანებლები, ჯუჯები და ბუნების სულები ცეცხლისა ამზადებენ თავის მაგიურ ცეცხლოვან შეიარაღებას, მაგრამ ბოროტი თვალის ბრძანებელი უფრო ძლიერია ვიდრე სტიქიური სულები. ისინი გარკვეულები არიან ასტრა ვიდიაში, შავ მაგიურ ხელოვნებაში. ადექით და მოიხმარეთ თქვენი მაგიური ძალები იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ჯადოქრების ძალებს. ბრწყინავი სახის ყოველი ბრძანებელი ადეპტი თეთრი მაგიისა აიძულებს ვიმანს ყოველი ბრძანებლისა მუქი სახისა მოხდეს მის სამფლობელოში, იმისთვის, რომ ვერცერთმა ჯადოქრებისაგან ვერ შეძლონ გაიქცნენ წყალს, გაიქცნენ 4 კოსმოსურ ღვთაებას და გადაარჩინონ თავიანთი ბოროტი თანამოაზრეები. ყოველმა ყვითელ სახიანმა უნდა გაუგზავნოს შავსახიანებს ძილი. ჯადოქრებიც უნდა გაიქცნენ ტკივილს და ტანჯვას. ყოველმა ადამიანმა, რომელიც ერთგულია მზის ღვთაებების პარალიზება გაუკეთონ მათ, ვინც ერთგულია თვალის ღმერთების, იმისთვის, რომ არ დაიტანჯონ თავისი ხვედრის მიღების დროს და ყვითელსახიანი ადამიანებმა მისცენ ცოცხალი წყალი მოლაპარაკე ცხოველებს, რომლებიც ეკუთვნიან შავსახიაებიანს, იმისთვის, რომ ამ ცხოველებმა არ გააღვიძონ თავიანთი ბატონი. ეს ცოცხალი წყალი ნიშნავს სისხლს და რომ არის აქ საუბარი თეთრსახიანი, ესე იგი თეთრკანიანი, ყვითელსახიანი, ყვითელკანიანი, შავსახიანი, შავკანიანს ნიშნავს. მოლაპარაკე ცხოველები, რომლებიც იყო ნახსენები კოსმოსურ აღმოსავლურ კოსმოსურ ლეგენდებში, ეს უთოპლანეტელები, ეს ცხოველები გაკეთებულია ხორცისაგან და სისხლისაგან. ეს ბოროტი ბიორობოტები იყვნენ ჩასახლებული ელემენტალიებით, ისინი ლაპარაკობდნენ და აფრთხილებდნენ თავიანთ ბატონებს ნებისმიერი საფრთხის საშიშროებას, ნებისმიერ საფრთხეზე აფრთხილებდნენ. მას ასეთი ცხოველის ერთი ბატონი საერთოდ იყო შავწიგნობარი. მისი ბრძანებით ელემენტალიები მოქმედებდნენ არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, მაგრამ წვრილ სამყაროებშიც. მხოლოდ სულთ ადამიანის სისხლს შეეძლო გაენადგურებინა მოლაპარაკე ცხოველები. შემდგომ აღმოსავლურ კოსმოსურ ლეგენდებში იშლება დრამა თვით წარღვნისა. უდიდესმა მეფე დაეცა თავის სახეზე და ატირდა. როდესაც მეფეები შეგროვდა, წყნები მოახლოებული იყო, მაგრამ ერები კვეთდნენ მშრალ მიწებს. ისინი უკვე იყვნენ წყნების საზღვრების მიღმა. მეფეებმა მათ დაეწიეს თავი ან ვიმანებით და გაიყვანეს ცეცხლის და რკინის მიწებში. ცეცხლის და რკინის მიწა ნიშნავს მიწები აღმოსავლური და ჩრდილოეთის მიწები. აღმოსავლური და ჩრდილოეთის მიწები. მეტეორები ეცემოდნენ ძლიერი წვიმასავით შავსახეები
ან მიწაზე, მაგრამ მათ ეძინათ. მოლაპარაკე ცხოველები იყვნენ უხმოდ. მიწის ბრძანებლები ელოდებოდნენ ბრძანებებს, მაგრამ ბრძანებები არ იყო, რადგან ბატონებს ეძინათ. წყლები გადიდა და დაფარეს დელოები დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე. ბრტყელი, ესე იგი, ასე მაღლობი, პლასკაგორიე რუსულად, მაღლობი, პლატო, ორივე ერთი მნიშვნელობა აქვს. დარჩა მშრალი, ხო, მხოლოდ ესე იგი მაღლობი დარჩა მშრალი და მიწის წვიადი ანტილოპების მიწა დარჩა მშრალი აგრეთვე. იქ იყვნენ ისინი, ვინც გადარჩა ხალხი, ყვითელი სახის და პირდაპირ თვალის, როდესაც ბრძანებლებმა შავი სახისა გაიხვიძეს, მათ გაახსენდათ თავიანთი ვიმანები იმისთვის, რომ თავზე ეშველათ. მაგრამ ვიმანები გაქრა, გაყვანილი ხალხი იყო მრავალრიცხოვანი, როგორც ირმის ნახტომის ვარსკვლავები, იმის მაგვარად, როგორც გველი გველეშაპი შლის თავის სხეულს, როგორც ადამიანის ვაჟები, ბრძენი ვაჟებით, ხელმძღვანელობით, ბევრი, რომლებსაც შიში ჩაუვარდათ, გზაში დაიღუპნენ, მაგრამ უმრავლესობა იყო გადარჩენილი. ზოგი უფრო ძლიერმა მაგებმა ბნელი სახესა გამოიხვიძეს გამოღვიძების დროს დაიწყეს დევნა მათი, ვინც ისინი გადართვა და იმყოფებოდნენ ბოლო რიგებში. მდევარები, რომლებიც თავი და სხეული იმყოფებოდა წყალში, აგრძელებდნენ დევნას, სანამ არ დაიღუპნენ ყველა. ნიადაგი ჩაიწია მათ ფეხებ ქვეშ და ჩაყლაპა ყველა, ვინც ისინი წაბილწა. ატლანტების ბოლო ნარჩენი კუნძული პოსეიდონისი დაიღუპა წყლებით, ქვევიდან და ცეცხლი ძევიდან. უდიდესთა აგრძელებდა ამოფრქვევას. ცეცხლი გადარჩა მარტო კუნძულის ადგილას. პოსეიდონისის აფეთქების შემდეგ 12,000 წლის უკან დედამიწამ შეიცვალა ორბიტა, მზეს მოშორდა, მაგრამ ეკვატორზე გაჩნდა ორი პოლუსი. ძველი პოლუსები კი დაიფარა ტროპიკული პალმებით და ტალღებით. წელი მოიმატა 365 დღემდე. პლანეტამ შეიცვალა ვიბრაცია 7,1 სანტიმეტრიანი დიაპაზონიდან ტალღისა 7,33 სანტიმეტრი დიაპაზონამდე. აი, არქეოლოგები რატომ ვერ პოულობენ მტკიცებულებებს ატლანტური ცივილიზაციის არსებობისა, ისინი ეძებენ სხვა განზომილებაში, სხვა დროში, სხვა დროის დიაპაზონში და სხვა ვიბრაციაში.